ბევრის მაძებარი ცოტასაც დაკარგავს. იყო და არა იყო რა, იყო ერთი წუწკი და ფულს დახარბებული დედაკაცი. სოფელში ისე არავის რამეს არ ასესხებდა, ან ისესხებდა, რომ მერე შარი არ მოედო და ერთი აურზაური არ აეტეხა, მაგრამ მეზობლობას საწაუხვალ. ერთხელ ამ სოფლის ნაპირას ერთი შორი გზიდან მომავალი სოვდაგარი დაბანაკდა ღამის გასათევად. ჩამოხადა ნავაჭრი საქონელი ჯორაქლემებს და სოფელში ბიჭი გაგზავნა სანოვაგის საყიდლად. ბიჭმა იარა კარდა ბოლოს ამ წუწკ დედაკაცს მიადგა. დედაკაცმა უთხრა, კვერცხის მეტი არაფერი მაქვს და თუ გინდა მოგყიდიო. ბიჭმა მოახარშვინა ერთაბაზად ღირებული 20 ცალი კვერცხი. გამოართვა და წავიდა. ფულის გადახდას მეორე დილისთვის შეჰპირდა. დილას აქეთ ჩამოვივლით და მოგცემთო. სოვდაგარმა და მისმა მხებლებმა ივახშმეს ამ ერთი აბაზის კვერცხით და დაიძინეს. მეორე დღეს ავდრიანი გათენდა. სოვდაგარმა საჩქაროდ დაასაპალნებინა ჯორაქლემები და გზას გაუდგა. კარგა შორი გზა რომ გაიარა, მაშინღა გაახსენდა, რომ კვერცხების საფასურის გადახდა დავიწყებოდა. ბევრი ძიდარდა, მაგრამ რაღაც იზამდა, გზიდან უკან ხომ ვერ დაბრუნდებოდა. ბოლოს ასე გადაწყვიტა. მოდი ამ ერთ აბას ჩემს ფულში არ გავრევ, ცალკე ვასარგებლებ და რასაც მოიგებს, სულ იმ დედაკაცს მივცემო. ერთი აბაზი ცალკე შეაგდო სარგებელზე და 5 წელიწადში 100 თუმნად აქცია. მე-6 წელიწადს სოვდაგარი ისევ გაემგზავრა შორეულ ქვეყანაში სავაჭროდ. როცა ივაჭრა და უკან გამობრუნდა, ღამის გასათევად ისევ ამ სოფლის პირად დაბანაკდა. ჩვეულებრივ ჩამოხადა ბარგი ჯორაქლემებს და მოვალე დედაკაცის სანახავად ისევ ბიჭები გაგზავნა. წადით, მონახეთ და გადაეცით, რომ სოვდაგარს სურს შენი ნახვა ძლიერ საჭირო საქმეზე და თუ შეიძლება წამობრძანდიო. ბიჭები წავიდნენ. კითხვა-კითხვით მიაგნეს ამ დედაკაცის სახლს და გადასცეს სოვდაგრის დანაბარები. დედაკაცი გაჰყვა და მივიდა სოვდაგართან. სოვდაგარმა უთხრა: დედილო, მე ამ 5 წელის წინათ აქ ღამე გავათიე. მაშინ შენგან ჩემი ბიჭის ხელით ერთი აბაზის კვერცხი ვიყიდე, მაგრამ ისე წავედი, რომ ფულის გადახდა დამავიწყდა. ის აბაზი მასაკეთ შენს სახელზე ვასარგებლე და 100 თუმნად ვაქციე. ახლა ის 100 თუმანი მოგიტანე და მიიღე. დედაკაც აბაზის კვერცხი აღარც კი ახსოვდა, მაგრამ სოვდაგარმა ამდენი ფული რომ შეაძლია, უცბად სიხარბემ შეიპყრო და მეტის გამორჩენის მიზნით მადლობის მაგიერ ლანძღვა გინება დაუწყო. ასეთ ისეთო, 5 წელიწადი შენს ზებნაში გავატარე და ახლა გინდა 100 თუმნად დაიძვრინო თავი? ვერ მოგართვეს. იმ კვერცხებზე კრუხს დავსვამდი და წიწილებს გამოვაჩეკინებდი. წიწილები დაიზრდებოდნენ, მერე კიდევ და კიდევ. ასე დაამრიგად ამ 5 წელიწადში მათი მოგება 500 თუმანს მიაღწევდა. ახლა თუ გინდა ნებით მომეცი 500 თუმანი. არა და სასამართლოში გიჩივლებ და სამართლის ძალით აგანაზღაურებინებ. სოვდაგარი ამას არ მოელოდა. არ ეგონა თუ მადლი მატლად ექცეოდა და გაკვირვებული დარჩა. არა გრცხვენია, დედი? უთხრა დედაკაცს. მე სიკეთე გიყავი და სამაგიეროს ასე მიხდი? რა სიკეთეც მიყავი, იქ გამოჩნდება. უთხრა დედაკაცმა, შეიტანა სასამართლოში საჩივარი და სოვდაგარიც დააბარებინა. რაღა უნდა ექნა სოვდაგარს, ადგა და წავიდა. მოსამართლემ უთხრა, ასე და ასე ყოფილა საქმე. ამ დედაკაცისგან 5 წლის წინ აბაზის კვერცხები წაკიღია და ფული კი არ გადაგიხდია. მათი ღირებულება 5 წელიწადში 500 თუმანს შეადგენს. ახლა ეს დედაკაცი ამ თანხას გიჩივის და უნდა გადაუხადო. დაღუნდა სოვდაგარი და მოსამართლეს თხოვა. 1 საათის ვადა მომეცი მოსაფიქრებლადო. მოსამართლე დათანხმდა. გამოვიდა სოვდაგარი და იხედება აქეთ-იქით. იქნებ ვინმე გამოჩნდეს და რჩევა ვკითხო. უცბად ერთი ხნიერი კაცი დაინახა. თოვლივით ფაფუკი წვერი გულზე ეფინა. ხელში არგანი ეჭირა და ნელა მოაბიჯებდა. სოვდაგარი წინ გადაუდგა და სთხოვა. მამილო, ერთი რამე უნდა გკითხო და თუ შეიძლება მომისმინეთ. ბრძანე, შვილო. უთხრა კაცმა და ჯოხზე დაეყრდნო. სოვდაგარმა თავისი გასაჭირი უამბო და სთხოვა, მირჩიე როგორ მოვიქცეო. ის კვერცხები მოხარშული იყო თუ უმი? კითხა მოხუცმა კაცმა. მოხარშული. მიუგო სოვდაგარმა. მას შვილო ასე ჰქენი. წადი,
იყიდე აბაზის მოხარშული კვერცხები და მოსამართლეს წინ დაულაგე. თან უთხარი, ამ კვერცხებიდან წიწილები გამოაჩეკინეთ და მე 500 თუმანის მაგიერ 1000 მივცემთქო. მოხუცი კაცის რჩევა სოდაგარს ჭკუაში დაუჯდა. მართლაც იყიდა ერთი აბაზის მოხარშული კვერცხები, დააწყო თეფშზე და დაუდგა წინ მოსამართლეს. ეს კვერცხები რისთვის მოიტანე? კითხა მოსამართლემ. სოდაგარმა დაბლად დაუკრა თავით და მოახსენა. ბატონო მოსამართლე, ამ კვერცხებიდან წიწილები გამოაჩეკინეთ და ჩემს მოვალეს 500 თუმნის მაგივრად 1000 თუმანს გადავუხდი. მოსახარშია თუ მოხარშული? კითხა მოსამართლემ. მოხარშულია, ჩემო ბატონო. მიუგო სოდაგარმა მოსამართლეს. მერე მოხარშული კვერცხიდან წიწილების გამოჩეკვა ვის გაუგონია? უთხრა მოსამართლემ. ქვედა ლოცვილო, თუ არავის გაუგონია, მაშ რატომ მისჭით 500 თუმნის გადახდას? კითხა სოდაგარმა. როგორ? შენ მოხარშული კვერცხები იყიდე ამისგან? გაიკვირვა მოსამართლემ. თვითონვე თქვას თუ ვტყუი ვარ. მიუგო სოდაგარმა. მოსამართლე ახლა დედაკაც შეეკითხა. შენი კვერცხები, რომლებიც ამ კაცს მიყიდე, უმი იყო თუ მოხარშულიო? მოხარშული? აღიარა დედაკაცმა. მაშინ კი მიხვდა მოსამართლე დედაკაცის ვერაგობას და ასეთი განაჩენი გამოიტანა. იყიდო სოდაგარმა ერთი აბაზის მოხარშული კვერცხი, ჩააბაროს დედაკაცსაც საჩივარი ამით დასრულდესო. დედაკაცმა ბევრი იუარა და ბევრიც იწივლიკივლა, მაგრამ სამართალთან ვეღარაფერს გახდა და 500 თუმნის მაძებარმა 100 თუმანით დაკარგა. ტყუილად კი არ ამბობს ანდაზა, ბევრის მაძებარი ცოტასაც დაკარგავსო. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.